საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ლაზარე 1994 წლის 1 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. ფონდის მიზანი იყო განეხორციელებინა საქველმოქმედო საქმიანობა, ადგილობრივი და უცხოელი დონორების შემოწირულობებით. ფონდს საქმიანობა საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე პერიოდში მოუწია. კონფლიქტი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ათასობით დევნილი და იზოლებით გადაადგილებული ადამიანი, გაუსაზლისი საყოფაცხოვრებო პირობები. სწორედ ასეთ რთულ ვითარებაში საქართველოს ეკლესიის სახელით ეხმარებოდა ლაზარე განსასწელში მყოფ ადამიანებს. საერთაშორისო მართლმადიდებელ ქრისტიანული მოწყალების ორგანიზაციის IOCC-ის თანადგომით დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების განაწილება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. გაჭირვებულთა კატეგორიები მოიცავდა დევნილებს, მარჩენალის გარეშე დარჩენილ ოჯახებს, მრავალშვილიანებს, ინვალიდებს, მარტოხელა მოხუცებს და ასე შემდეგ. 1994 წლის ივნის-ოქტომბერში მსოფლიო სასურსათო პროგრამის WFP-ის მიერ გადმოცემული საოჯახო ამანათები დაურიგდა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას. 1994 წლის დეკემბრიდან 1997 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა სხვადასხვა საკვები პროდუქტების დისტრიბუცია. დონორები WFP, USAID, IOCC, UMCOR. საერთაშორისო დონორის WFP-ის ACD, Christian Aid, Save the Children, Caritas, USDA, IOCC დახმარებით 1995 წლის ივნისიდან 1997 წლის თებერვლამდე თბილისსა და ზუგდიდში ტაძრებთან მოწყობილ სასადილოებში ცხელი წვნიანით უმასპინძლებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს. 1998 წლის გაზაფხულზე გალის რაიონიდან დევნილთა ახალი ნაკადი გადმოვიდა ზუგდიდსა და მის გარშემო სოფლებში. ამ ადამიანებს უბედურება მოულოდნელად დაატყდათ თავს და ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების წამოღებაც კი ვერ მოასწრეს. ამ შემთხვევის გამო ლაზარის გერმანიიდან გამოეხმაურა ორგანიზაცია დიაკონიჩეს ვერკ, რომელმაც დევნილთა დასახმარებლად გამოყო თანხა 40,000 მარკა. ამ თანხით ბიომეურნეობის ასოციაცია ელკანასთან ერთად დევნილებისათვის შეიძინეს ჭურჭელი, სარეცხი საშუალებები, ლეიბები, პლედები და საკვები პროდუქტები, ზეთი, სიმინდის ფქვილი, თაფლი. ეს ყველაფერი ზუგდიდისა და თბილისის ტაძრების მოხალისე მრევლის დახმარებით ლაზარეს თანამშრომლებმა გაუნაწილეს დევნილებს, რომლებიც დაბინავებული იყვნენ ზუგდიდსა და მის გარშემო სოფლებში მდებარე სკოლებისა და ბაგაბაღის შენობებში. დონორების WFP, ACD, Christian Aid, USDA მეშვეობით 1998 წლის აგვისტოდან განახლდა უფასო სასადილოების პროგრამა, რომელიც 1999 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა, ხოლო საკვები პროდუქტების განაწილება კვლავ დაიწყო 1998 წლის ნოემბრიდან და 2001 წლის სექტემბერში დასრულდა. გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა, ლაზარე სხვა ტიპის საქმიანობასაც ეწეოდა. 1995 წლის აპრილიდან 2000 წლის სექტემბრამდე ხდებოდა დევნილი ქალების დასაქმება. დონორი IOCC, WCS. ისინი კერავდნენ საბნებსა და ლეიბებს და იღებდნენ გასამრჯელოს, ხოლო მათი ნახელავი უსასყიდლოდ ურიგდებოდათ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებს, ინვალიდებს და თავად დევნილებსაც. მაგრამ როდესაც შეწყდა პროექტის დაფინანსება, 2000 წლიდან პროექტის მონაწილეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ამიტომ ლაზარე ცდილობდა შეეცვალა თავისი საქმიანობა და გადავიდა განვითარების პროექტებზე. ანუ მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილს ეხმარებოდა
დაუფლებოდა სხვადასხვა სპეციალობებს და უქმნიდა სამუშაო პირობებს, რათა ისინი დასაქმებულიყვნენ და მომავალში დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ თავიანთი საქმიანობა. ამ მიზნით 2002 წლიდან რამდენიმე ცნობილი საერთაშორისო დონორის ფინანსური მხარდაჭერით UNDP, USAID, World Bank, SCD ლაზარემ დაიწყო დევნილ ქალთა თვითუზრუნველყოფის პროექტის განხორციელება, რომელიც 2004 წლამდე გაგრძელდა. პროექტი ითვალისწინებდა დევნილი ქალებისათვის სილამაზის სალონების მოწყობას, მათთვის პროფესიული ტრეინინგის ორგანიზებას, სტილისტის, კოსმეტოლოგის, მანიკურ-პედიკურისტისა და მასაჟისტის სპეციალობების დასაუფლებლად. პროექტში მონაწილეობა მიიღო 56-მა დევნილმა ქალმა. მსგავსი პროექტი შვეიცარიულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ HEXEPHERMაც დააფინანსა, რომელშიც დამატებით 16 დევნილი ქალი ჩაერთო. HEXEPHERMმა კვლავ განაახლა ლაზარესთან თანამშრომლობა და შესთავაზა დახმარებისთვის სამიზნე ჯგუფად მოზარდები აერჩია. 2006 წლის გაზაფხულზე მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შენობაში მოეწყო სასწავლო სახელოსნო სოციალურად დაუცველი მოზარდებისათვის. სახელოსნოს მოწყობა HEXEPHERMმა დააფინანსა. უკვე მეოთხე წელია სახელოსნოში სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოზარდები, ზრუნველობას მოკლებული ბავშვები, ინვალიდი და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოზარდები. ბავშვები მრავალშვილიანი და მარჩენალის გარეშე დარჩენილი ოჯახებიდან უსასყიდლოდ ეუფლებიან ხისა და ფერადი ლითონების დამუშავების სხვადასხვა ტექნოლოგიებს. ლაზარე ცდილობს მოზარდებს დასაქმებაშიც დაეხმაროს. რამდენიმე მოზარდი უკვე მუშაობს სხვადასხვა კერძო სახელოსნოებში და გარკვეული შემოსავალიც აქვთ. წარმატებულ მოზარდთა ჯგუფებისათვის ეწყობა ახალი სახელოსნოები, უტარდებათ ბიზნეს კურსები, რათა თავიანთი საქმიანობა დამოუკიდებლად განაგრძონ და მოიწყონ საკუთარი ცხოვრება. ლაზარე ასევე ცდილობს სოციალურად დაუცველი მოზარდების პრობლემებით საზოგადოების დაინტერესებას, ეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები, სატელევიზიო გადაცემები, მათი წარმატებების შესახებ, რაც ბავშვების სტიმულირებას უწყობს ხელს. ჩვენი მიზანია საზოგადოების ინფორმირება ასეთ მოზარდებზე და მათი ჩართვა მოზარდთა პრობლემების გადაჭრაში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ლაზარე კვლავ იწყებს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობისათვის. 2008 წლის სექტემბრიდან 2009 წლის იანვრამდე 600-მდე დევნილს თბილისსა და გორში სისტემატიურად ურიგდებოდა საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები. ლაზარეს შვეიცარიელი დონორის HEXEPHERის ერთ-ერთ სამოქმედო არეალს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონი. დონორის ძირითადი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მხარდაჭერა. 2006 წელს HEXEPHERის მიერ მომზადდა ერთობლივი პროექტი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებისათვის, სადაც ლაზარე 2007 წლის ზაფხულიდან ერთვება. პროექტი ითვალისწინებს ამ ქვეყნებში მცხოვრები ბავშვების აქტიურ დასვენებას საზაფხულო ბანაკებში, სადაც გასართობ შემეცნებითი სპორტული და კულტურული ღონისძიებები ეწყობა. ერთის მხრივ, საერთაშორისო ბანაკები ხელს უწყობენ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების დამეგობრებას. ასევე აქ ბავშვები ივიწყებენ თავიანთ ყოველდღიურ პრობლემებს, იძენენ ახალ მეგობრებს და უამრავ საინტერესო რამეს სწავლობენ. ხდებიან უფრო გახსნილები, კომუნიკაბელურები, მხიარულები, ეჩვევიან დამოუკიდებელ ცხოვრებას. ბანაკში ყოველი დღე თემატურად დატვირთულია, რაც მორგებულია მოზარდთა ასაკსა და ხასიათზე. ეწყობა სიყვარულისა და მეგობრობის, სიცილისა და იუმორის, ინტერნაციონალური, თეატრის, მუსიკისა და კინოს დღეები. ასევე იმართება ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრებები. პროექტი დაიწყო 2007 წლის გაზაფხულზე,
და 2011 წლამდე გაგრძელდება. ფონდი ლაზარე თავისი შესაძლებლობის ფარგლებში და დონორების დახმარებით კვლავ გააგრძელებს საქმიანობას და შეეცდება გააფართოვოს თავისი მოქმედების არეალი.